ახლა კი სტუდიაში ვიწვევთ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს იმედი ლაივის სტუმარია, მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. პირველ რიგში პარლამენტში წარდგენილ ინიციატივებს. ბატონო, ინიციატივა, რომელიც ეხება გრანტების კანონს და რომელმაც ოპონენტების განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია. მოდით პირდაპირ დავიწყოთ მათი შეფასებებით. პოლიტიკური თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვა, კრიტიკული ხმების გაჩუმება, ასე იქცევიან ის პარტიები, ვისაც ეშინიათ. რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს? მოგესალმებით, მისმენთ ჩვენს ტელემაყურებელს, კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ გასულ დღესასწაულებს. სინამდვილეში ჩვენ რეაგირებთ იმაზე, რაც გაცხადდა. და გაცხადდა უპირველეს ყოვლისა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ის, რასაც ჩვენ დიდი ხანი ვამბობდით, რომ უცხოური ფული, ეგრეთ წოდებული გრანტები, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეს დაადასტურა და ამხილა ტრამპის ადმინისტრაციამ, ამის გამო უწოდეს USAID-ის თაღლითი და გააუქმეს. ეს ის USAID-ია, რომელსაც მანამდე ჩვენ მცირედით ვაკრიტიკებდით და ამის გამო ესე იგი თავზარი ეცემოდათ NGO-ებს და იყვნენ ჩვენს კრიტიკაში. მოგეთ ეს რისკები არსებობს, რაზე რეაგირებაც საჭიროა. პირველი ეს არის ფაქტი, რომ დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსება ხშირ შემთხვევაში გამოიყენება სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ჩვენ ამისი მაგალითებიც გქონდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისვედის მაგალითი არის ამისი სახელმძღვანელო მაგალითია. 2020-ში დონორთან შეთანხმებით, რაც ჩვენ დადასტურებით ვიცით, მათ არჩევნების შედეგები გააყალბეს თავისი პარალელური დათვლით და 2024-ში დონორთან შეთანხმებით, რაც ჩვენ ასევე ვიცით, მათ ასევე არ გამოქვეყნებით შეეცადნენ დარტყმა მიეყენებინათ არჩევნების შედეგები. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დონორებთან შეთანხმებით NGO-ები ძირს უთხრიდნენ ქართულ დემოკრატიას, ძირს უთხრიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ვინაიდან ცდილობდნენ, რომ ისინი ყოფილიყვნენ უცხო დამფინანსებლების ხელი, რომ ემართათ საქართველოს ხელისუფლება, მისი შიდა და გარე პოლიტიკა. თუმცა ხელისუფლება მიიღო ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. რატომ გახდა დაზუსტებების საჭირო? უპირველეს ყოვლისა ჩვენ 2024 წელს მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელზეც ასევე იყო დიდი კრიტიკა და ასევე გამოდიოდნენ ბრიუსელის დემოკრატიული მანდატის არ მქონე კომისრები, რომელიც არავის მიერ არჩეულები არ არიან და გვეუბნებოდნენ, რომ ქართულ ხალხს არ უნდა ეს კანონიო. ოქტომბერში 2024 წელს ჩატარდა არჩევნები და ჩვენ მივიღეთ ამორჩევლის მანდატი ზუსტად ამ კანონების გამო და ამ კანონების დადასტურებით. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ჩვენი ამორჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები განვახორციელოთ. ჩვენმა ამორჩეველმა გვითხრა 2024 წელს 1.200.000 ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ჩვენი ამორჩევლის დაკვეთა. ეს არის ქართული ხალხის ხმა და ქალბატონ კოს, რომელიც ცხოვრებაში ნამყოფიერ არის საქართველოში, თუ რამე სხვა გონია ქართული ხალხის ხმა, ეს მისი პრობლემაა. შესაბამისად, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ცდილობები, რომ გვერდი აეარათ ამ კანონის და ვნახეთ მათ შორის ქალბატონი კოსის განცხადება. დღეს ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ ის სინამდვილეში ქალბატონი კოსი ერთ-ერთი თანაავტორია ამ ცვლილებებისაც, ვინაიდან მან პირდაპირ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარება გაორმაგდება, კიდევ უფრო მეტიც იქნებაო, ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ეს ფული არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინაიდან საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ცდილობაზე პასუხი არის წარდგენილი ინიციატივა, რომ ვერ მოახერხონ ხვრელების მოძებნა. ჩვენ ვამბობთ, რომ არაკვალიფიცირება ბრიუსელში ძალიან თვალსაჩინოა, ეს განცხადება არის არაკვალიფიცირების ერთი კარგი მაგალითი. სინამდვილეში რას გვეუბნება ჩვენ ქალბატონი კოსი. საქართველოს მიიღო კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუ გინდა გასცე გრანტი საქართველოში, კი ბატონო, ამისთვის გჭირდება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების თანხმობა, ანუ ხალხის თანხმობა. შენ თუ შემოგაკაკ ფული გრანტისთვის, ხალხი უნდა დაეთანხმოს ამ ყველაფერს. რას გვეუბნება ქალბატონი კოსი, რომ ეს კანონი არისო? ჩვენ ვიცით, რომ ხალხის თანხმობაა საჭირო, მაგრამ გვინდა რომ ქართული ხალხის თანხმობის გარეშე გავაკეთოთ ეს ყველაფერიო. ამით ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ მეორე ხარისხოვან ხალხად მივარჩნივათ, რომელიც რაღაც დაბალი დონე ვართ, ეთყობა მისი წარმოდგენით და ჩვენ ქართულ ხალხს არაფერ არ ნოკითხონ, ისე უნდა დახარჯონ ფული. და ამას რა თქმა უნდა აკეთებდნენ კიდევაც და ეს თქვა მან კიდევაც, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ამაზე ქონდა საუბარი. ეს ცდილობები სხვადასხვა გვარი იყო და ერთ-ერთი რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, გავყვეთ სულ 4 პუნქტი არის ალბათ, რაც მნიშვნელოვანი არის. საუბარი არის შიგნით ფულის შემოდინებაზე და შიგნიდან გარეთ ლობიზმისთვის ფულის გადინებას. პირველი რაც შეეხება შიგნით შემოდინებას უცხოური პოლიტიკური დაფინანსების საკითხს.
ერთი მექანიზმი რაც არის, ეს არის ყალბი უცხოური ორგანიზაციები და დღეს სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილმაც ამხილა ისინი, რომ სხვა ქვეყნებში ხდება. უკვე გაარკვიეს ორგანიზაციებმა როგორ უნდა შემოიტანონ ფული, ასე პრობლემა არ არის. თქვენი აზრით, აი ეს რა შენობა შეიძლება იყოს, აი რა შენობა. ნაგვეხსნათ ასევე ერგეთ. სათავოფისე. ალბათ მაყურებელი ხედავს დანგრეული შენობა. ეს გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალების ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ ასევე ნინო ლომჯარიას ევროპული ორბიტის ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ იგივე მისამართი გახლავთ ეგრეთ წოდებული მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი პუბლიკას ესტონეთის მისამართი და კიდე რამდენიმე სხვა ასეთი ორგანიზაციას. აი ეს არის, რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძდება იქ, თითქოს ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ზეთხეთსაც გაჩვენებთ თუ გინდათ და Google Maps-ში იძებნება ლიანდაგის გვერდზე არსებული რაღაც დანგრეული შენობა და ამას გვეუბნები, რომ ეს არის ესტონური ორგანიზაცია. აი ამას აკეთებს ახლა დღეს ზეწოლა საჭირო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ყველაფერი კარგად ჩანს და არის დოკუმენტები ამ ყველაფრის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ესტონეთის მისამართი, ქალბატონი ეკა გიგაური და ალექსანდრე ბარამიძე არიან რეგისტრირებული. საქართველოს ევროპული ორბიტა, ნინო ლომჯარია, მიხეილ ბენიძე. აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონეთი ესტონური პირადი ნომრები აქვს მითითებული და ქართული პირადი ნომრები, არ ვიცი იქ რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მოპოვებული ესტონეთში, ესეც კიდე ცალკე საკითხი არის. პუბლიკა გამოცემა ესტონური მედია გამხდარა, ონჯი გამოცემა ესტონური მედია გამხდარა, ტაბულა მედია ესტონური მედია გამხდარა და კიდე ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ. ჩვენთვის როგორც მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და BBC-ს ფილმის საქართველოს წინააღმდეგ ცილისწარმოების ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მედიცინის მუშაკი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აღმოჩნდა ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციას Content Creators Georgian Association of Content Creators. ესე ქვია, კონტენტ კრეატორი NGO-შნიკი აღმოჩნდა ქალბატონი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი მეუღლე. ესენიც ესტონური NGO-ები არიან, თურმე ეს ის ხალხია, რომელზე დაყრდნობითაც ცილი დასწამეს საქართველოს, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის იარაღია გამოყენება. აი ეს სქემები არის დღეს ევროკავშირის სქემები საქართველოს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეს დაგვიანონსა ზუსტად ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაუტოვა ამ ორგანიზაციებს და ამ ადამიანებს, ვინც NGO-ებში არიან დასაქმებულები და იმის გამო რომ მიმდინარეობს ოპონენტების დევნა, განსხვავებული აზრის ჩახშობა, ისინი იძულებული არიან მოძებნონ ეს სხვადასხვა სქემები. ანუ ასეთ არგუმენტებს წარმოაჩენენ. ეს ის ტყუილია, რაზეც ქალბატონი კოსი კადრულობს, როდესაც საუბრობს, რომ ეძებენ რაღაც გზებს და სინამდვილეში შეძებენ გზას ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება. ხალხის დასახმარებლად. რომელ ხალხს კითხეთ? ყოველთვის მიჯნავენ ქართულ ხალხს და საქართველოს. ქალბატონი კოსი ამიტომ არის აქ ძალიან, ასე თქვა, ძალიან კარგი მაგალითი, რომ მე მის ოფიციალურ პოზიციის ფარგლებში ყოველ შემთხვევაში არაძოს ის საქართველოში ნამყოფიც კი არ არის. რა ქართულ ხალხზე გველაპარაკება? ის ევროპელი ხალხის მიერ არჩეულიც არ არის და ქართულ ხალხზე როგორ გველაპარაკება? მაგრამ მილიონ 200.000 არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერ დაელაპარაკება. ერთადერთი რაც შემიძლია მათ უთხრა, შეწყვიტონ ეს აბსურდი, ეს იყო ბოლო განცხადება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს პასუხი რა? აი, სწორედ ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირის ბიუროები მიაქანებს ცივილიზაციურ უფსკულში. როდესაც სხვა ქვეყანაზე საუბრისას, მისი ხალხის ნაცვლად და მისი ხალხის სახელით საუბრობ, ეს არ არის დემოკრატია. ესეთი ევროპა 100 წლის წინ არსებობდა, როდესაც სხვა ხალხების ზე გავლენა ჰქონდა, არ ვიტყვი რა ერქვა იმ პროცესს, როდესაც სხვა ხალხები დამორჩილებული ყავდა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებული ხალხის მიერ. რას ქვია? საქართველოს ჩატარდა არჩევნები 1,200,000-მა მოქალაქემ საქართველოსი ამორჩევლების 55%-მა თუ 16%-მა მისცა ქართულოცნებას ხმა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამორჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან საუბრობს ქართული ხალხის ნაცვლად. აი ეს არის სწორედ დემოკრატიის არაღიარება. ეს არის სწორედ საერთაშორისო წესრიგის ღრმება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს არის არა სამართლის წესები, არამედ ძალის წესებით მოქმედებენ. ამ მომენტ ჩვენ ვარ ძლიერები
და პატარა საქართველოს შეგვიძლია დავჩაგოთ. ამიტომ ეს არის ერთი სქემა, რომელიც არის ყალბი NGO-ები, რომელსაც დღეს აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც სწოდნია ეს სქემა, ძალიან კარგად, ამიტომ ეს საინტერესო სქემა არის და გაგვცენ ახლა პასუხი ევროკავშირმა, როგორ ეს ყველაფერსო თავი დავანებოთ. აქ არის უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყალბი იურიდიული პირების შექმნა. მეორე, აქ არის კითხვები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს ფულები რომ მოძრაობს აქეთ-იქით ირიცხება, გადასახადებს იხდიან, რანაირად ხდება ამ ფულების შემდეგ მოძრაობაში მოქცევა. ეს არის ზუსტად მანივალი და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომ გაქანებული თაღლითური სქემები არის შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსება. აქცენტი ყოველთვის ამაზე კეთდება, რომ გარკვეული კორუფციული სქემები იყო შექმნილი ამ NGO-ების მეშვეობით. სანამ ლობიზმის კომპონენტზე გადახვალთ, კაია კალასმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ ველოდებით რომ გვექნება გარკვეული რეაგირება და გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებსო და მან თქვა, რომ ალბათ სხვა მინისტრებსაც ექნებათ ამაზე რეაქციო, იგულისხმება ევროპის ქვეყნების მინისტრები. ეს არის ქალბატონი კაია კალასის ქვეყნის დედაქალაქი ტალინი. ეს გახლავთ ქალბატონი კაია კალასის იმ სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი და მისი პრემიერ-მინისტრობის დროსაც ხდებოდა ეს რეგისტრაციები. აი ის იყო ქალბატონი კაია კალასი პრემიერ-მინისტრობის დროს დარეგისტრირდა აქ საერთაშორისო გამჭვირვალობა. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. ასე რომ ამაზე გაგვცეს პასუხი ქალბატონმა კაია კალასმა, ეს თაღლითური სქემები რანაირად აეწყო ესტონეთში, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძდება იქ და დიდი ალბათობით ხდება ფულის გათეთრება და ფულის გათეთრებით პოლიტიკაში და ასევე უკანონო ფულის ხარჯვა პოლიტიკაში. ეს ერთი სქემა. მეორე სქემა გახლავთ უკვე რასაც კანონმა შესაბამისად მიხედა და თქვა რომ უცხოეთში დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლის ძირითადად საქმიანობენ საქართველოზე, ამ ორგანიზაციებსაც ჭირდება თანხმობა, არ მიიღებენ თანხმობას, ამაზე არის პასუხისმგებლობა. მეორე, რაც ასევე ჩანს და მე მინდა ყველა დონორს უცხოურ ფონდებს საქართველოში უთხრა და შევახსენო ხშირად რომ ამობენ რომ და კარგად იციან რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა სიცნობს, მართლა ყველას იცნობს და აქ არაფერი არ იმალება. როდესაც უცხოური ფონდები და დონორები დონორებმა ჩაანაცვლეს გრანტების ხელშეკრულება პირდაპირ ფიზიკური პირებისთვის ფულის ჩარიცხვის და დაქირავებით, ეხლა რა გონიათ ეს იმალება, ჩვენ საახლობლოში ხალხი არ არის, არ გვესმის ეს ყველაფერი. მართლა ვის სხვა შტერები ხარ როგორი ვარ ქართული? მკვლევარებად ადამიანების. დიახ, როდესაც უცხოური დონორები გრანტს აღარ ართმევენ, ხელშეკრულება სხვა რაღაცას ართმევენ და თავის თავს იტყუებენ თუ საქართველოს სახელმწიფოს ატყუებენ, ეს არ ვიცი, მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს არის კანონის დარღვევა და შეეშვან ქართული ხალხის შტერად ჩათვლას, რომ აქ ვერა ვერ ხდება რა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს, რომელიც სადმე ექსპერტად მუშაობს, შეეხება ეს კანონი. იმიტომ რომ ერთია რომ ეს NGO-ების სქემაზე გასაგებია რა ნაწილსაც თქვენ საუბრობთ, მაგრამ მეორეა რომ მკვლევარებად მუშაობენ ნამდვილად რაღაც საუნივერსიტეტო ფარგლებს და ასე შემდეგ. ანუ როგორ გაიმარჯვება? არა, საკითხი არის მარტივად. ქართულმა ხალხმა თქვა თავისი კანონმდებლობით და მათ შორის 2024 წელს არჩევნებზე ამ კანონმდებლობის დადასტურებით თქვა, რომ მე მინდა ქართულ ხალხს, თუ ხარ უცხოელი და შეგიძლია შემოხვიდი აქ და ფული ჩადო ისეთ ასე ვთქვათ აქტივობებში, რომელიც მიზანი არის პოლიტიკაზე ზემოქმედება, მე მინდა რომ ეს მე შემითანხმო. ეს უთხრა ქართულმა ხალხმა ყველას, ფრანგსაც, გერმანელსაც, ამერიკელსაც, ინგლისელსაც. მაგრამ თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება ასეთი ტიპის გრანტებს და შესაბამისად ისინი რჩებიან ჰაერში. აი იმ სქემებზე თქვენი ოპონენტები მათ შორის გულისხმობ იმ NGO-ებს, რომლებიც წინააღმდეგობას ქართული ხალხი და მისი კანონმდებლობა. ვისაც უნდა რომ საქართველოში პოლიტიკურ საკითხებზე ფული დახარჯოს, ნება იბოძოს და კითხოს ქართულ ხალხს. რა პასუხს მიიღებს დაელოდოს ჯერ ამ იკითხონ და მე მიიღოთ ეს პასუხი. ანუ შესაბამისად ყველა ის ფული, რომელიც ამ პროცედურის დარღვევით შემოდის, არის უკანონო ფული. უკვე თავის ფაქტით არის უკანონო ფული. შესაბამისად ამ ფულის ბრუნვა არის უკვე უკანონობა. ამ კანონების მიზეზი არის მათ შორის სანქციებით და ასე შემდეგ, რომ ამ საკანონმდებლო ჩარჩოში ჩავსვათ ყველა ორგანიზაცია. შესაბამისად მეორე სქემა კიდევ ერთხელ, რაც ჩანს და იკვეთება რომ არის, ეს არის რომ დონორები ნაცვლად იმისა რომ მისცენ გრანტი რომელიღაცა ორგანიზაციას და ეს რაღაც არ გამოჩნდეს, ან სხვა სახელს არ ქმნიან. და რაღაც სხვანაირად ფუთავენ ამ ყველაფერს, რაც სხვათა შორის დღევანდელი კანონმდებლობითაც აკრძალულია, ან თავად ხარჯავენ ამ ფულს
და პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური აქტორები. ამ შემთხვევაში სჭირდებათ თანხმობა ქართველი ხალხისგან. და ეს ყველა კარგად დაიმახსოვროს, საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ქართველ ხალხს. და თუ საქართველოს მთავრობის თანხმობა ნიშნავს ქართველი ხალხის თანხმობას. ქვეყნის ფარგლებს გარეთ როგორ იხარჯება თანხები იმისთვის რომ გავლენა მოახდინონ გარკვეულმა ძალებმა შიდა პოლიტიკაზე. ლობიზმის ძალიან სერიოზული ესეთი მნიშვნელოვანი მაგალითები ჩვენ ამერიკული ფარასგან კარგად ვიცით, როგორ ხდება მათ შორის აზრის ფორმირება, სხვადასხვა მედია კამპანიები და ასე შემდეგ. საინტერესოა რა მექანიზმით შეეწინააღმდეგებით ამას. რომ დავასრულო ეს საკითხი, ვიტყვი რომ შესაბამისად საქართველოში შემოსული პოლიტიკური ფული, რომელიც მიზანიც არის პოლიტიკაზე, შიდა და გარე პოლიტიკაზე ზეგავლენა, პირველი იმისთვის რომ ის შემოვიდეს, საჭირო არის თანხმობა ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების წარმოდგენილი მისი არჩეული ხელისუფლების და მეორე, დღეს მიმდინარე გრანტები, რომელიც არის, რომელზეც ან ჩუმად შემოიტანეს და თანხმობა არ ქონდათ, ან მანამდე შემოსული არის ამ კანონის მიღების შემდეგ ყველა მიმდინარე გრანტის დასადასტურებლად უნდა მიიტანონ ქართულ ხალხთან და მის წარმომადგენელ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ როგორც NGO-მა ქართულმა, ისე იმ ყალბმა, გამჭვირვალოებამ და ასე შემდეგ ესტონეთში და სხვა ქვეყნებში შორიდან დარეგისტრირებულ, ისე იმ უცხოური ორგანიზაციების, დონორების და ფონდების ფილიალებმა საქართველოში მათი ფულით საჭიროებს თანხმობას ქართული ხალხისგან. და კიდევ ერთხელ თუ ვინმე ეს არ მოსწონს, გამოვიდეს იმ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, გამოვიდეს იმ ფონდის წარმომადგენელი, გამოვიდეს იმ ქვეყნის ელჩი და თქვას, რომ მას არ უნდა რომ ქართველი ხალხის თანხმობა კონდეს მის ფულზე და მას სურს რომ ქართველი ხალხისგან დაუკითხავად ხარჯოს საქართველოში პოლიტიკაში ფული. გითხან პირდაპირ, აბა თუ გაბედავენ ამის თემას, იმიტომ რომ ეს არის რაც შეეხება ლობიზმს. ჩვენ ნახეთ რომ მათ შორის ფარა ამ მხრივ კარგ სამსახურს გვიწევდა. ნახეთ ფაქტები, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში იყო დახარჯული ფული. პირდაპირ იხარჯებოდა ფული იმისთვის, რომ რეზოლუციებში ჩაწერილი იყო სპეციალური ფორმულირებები სააკაშვილთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამას ვერ აზღევს ევროკავშირი. ჩვენ ნახეთ, რომ კორუფციის ფაქტები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დაიჭირეს 1,5 მილიონი ევრო აღმოუჩინეს. ევროკომისარი, მართლმსაჯულების ევროკომისარი, რომელსაც მე პირადად შევხვდი 2022 წელს, რომელიც ასე მეჯდა და მე მიხსნი და სასამართლო ხელისუფლება როგორ უნდა მოვაწყოთ და სხვა რეფორმები როგორ უნდა ვატაროთ, კანონში რა ჩავწეროთ და რა არ ჩავწეროთ, დიდი რეინერი იყო, რეინდერსი 1 მილიონი ევრო აღმოუჩინეს კორუფციის და ის ევროკომისარი, დღეს ხო ევროკომისარზე ვსაუბრობთ, აი ეს მართლმსაჯულების ევროკომისარი მე რომ ელაპარაკებოდა 12 რეკომენდაციას და 9 რეკომენდაციას რაღაცებს მიხსნი და 1 მილიონი ევრო აღმოუჩინეს. აი ესეთი კორუფცია არის და პოლიტიკური მეკრთამეობა სამწუხაროდ ამისი დაზღვევა ევროკავშირის სტრუქტურებში არ ხდება. როგორ დაასრულოს ეს კანონი აქედან თუ კი არ არსებობს მაგალითად ევროკავშირში ისეთი მექანიზმი როგორც არის ამერიკული ფარა. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ რომ თუ გვინდა რომ არ იყოს პოლიტიკური გავლენა გარედან ეს ნიშნავს მათ შორის რომ პოლიტიკური მეკრთამეობა უნდა დასრულდეს და აქედან ვიღაცამ ქრთამი არ უნდა გადაუხადოს უცხოეთში რომ იმან იქიდან განცხადებებით და როგორ გააკონტროლებთ ჯერ ამაზე ვთანხმდებით თუ არა გამოვიდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თქვას რომ ან რომელიმე არ ვიცი მე სხვა პოლიტიკური ძალა თქვას რომ არა უნდა ფულის გადახდა შეიძლებაოდეს ეს პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა რომელიც ყველაზე ხშირად ქირაობს ხოლმე ასეთ ლობისტურ კომპანიებს ისინი ამბობენ რომ თანხას იხდიან იმისთვის რომ საქართველოს საკითხი იყოს აქტუალური მაგალითად ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში და ქვეყნისთვის მათი გადმოსახედი და სასარგებლო გადაწყვეტილებები უპასუხოთ რატო არ აკეთებს როცა იდეალები ღირებულებები აქვია კოპენჰაგენის კრიტერიუმები ვლაპარაკებენ და ფულს იღებენ ამ ყველაფერში ამით ხო ყრნიან საერთოდ მაშინ საერთოდ ჯამში პოლიტიკას ამიტომ აქედან გამომდინარე პოლიტიკური გარე ლობიზმი იკრძალება თუ კი გამოვლინდა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ფარა ამისი ერთი კარგი საშუალებაა თუმცა სხვა საშუალებებიც რა თქმა უნდა ეს უკვე არის აღსრულების მექანიზმი როგორ გამოვლინდეს გამოვლინდება იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. კიდევ ერთი ნაწილი არის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თუ რომელიმე კომპანია ახორციელებს ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას, ის დაჯარიმდება. ახლა თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს ეხება ქვეყანაში დარეგისტრირებულ 660,000-ზე მეტ მეწარმეს, რომ მათ ავტომატურ რეჟიმში ხელისუფლება დააჯარიმებს. რა არის სიმართლე? ჯერ ეს ერთი ტყუილია 660,000 საუბარი იყო ინდმეწარმეზე და ინდმეწარმეს ეს საერთოდ არ ეხება ფიზიკურ პირებს არ ეხება იურიდიულ პირებს და ჩვენთან ძირითადად შეფასების სახით იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს ეხება და კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას. ახლა დავფიქრდეთ ერთ საკითხს. საქართველოში აკრძალულია იურიდიული პირების მხრიდან
პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება. ანუ იურიდიულ პირს, კომპანიას, ბიზნესს, იურიდიულ პირს არ შეუძლია პოლიტიკაში არაპირდაპირ, ანუ ირიბად ყოფნა. პარტიის დაფინანსება, რომ შემდეგ მისი ინტერესი პარტიამ გაატაროს. აკრძალულია ჩვენთან. მათ შორის ეს რეკომენდაციებიც იყო, რომ უნდა შეზღუდულიყო იურიდიულ პირს დაზოა. ხო, აქედან ლოგიკა. ასე რომ შევხედოთ, ყველაფერს თავი დავანებოთ. თუ კი ჩვენ თანხმდებით და ეს აკრძალულია საქართველოში, რომ იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნად, მაშინ რა თქმა უნდა ასევე აკრძალული იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ როგორც პარტია მოქმედებდეს. ამიტომ ეს რეგულაცია ამას გულისხმობს. თუ კი საკითხი არ ეხება მის უშუალო ასე ვთქვათ ბიზნესის სექტორს, რომელზეც რა თქმა უნდა შეიძლება ქონდეს თავისი მოსაზრება, რომ ამ სექტორში შეიძლება გადასახადი ასე იყოს, რაღაც რეგულაცია ისე იყოს და თავისთავად ამ საკითხზე ვისაუბრებთ. მაგალითები არსებობს, რამაც განაპირობა ეს ინიციატივა, ანუ როგორ ხდება რეალურად ხალხი. ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ვინც არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები და მთელი მათი მომართულობა არის ის, რომ რაიმენარიად გარე ძალებს ასიამოვნონ, ზოგიერთ მათ ან ბიზნესში არიან ან ასე შემდეგ, მათ პირადად რაც უნდა ის გამოხატონ, მაგრამ საკუთარ კომპანიებს შემდეგ წამოაყენებენ, ასე ვთქვათ, და კომპანიები ხდება პოლიტიკური პლატფორმა, ასე ვთქვათ, გარკვეული აქტივობების. იქნება მათ შორის როგორც მათი, ასე ვთქვათ, მათი რეკლამა, რომელიც პოლიტიკურ შინაარსში შეიძლება კონდეს, ანუ მათი პოლიტიკური აქტივობა, კომპანია ხდება უკვე პოლიტიკური აქტორი და შესაბამისად კიდევ ერთხელ თუ კი კომპანიას იურიდიულ პირს აკრძალული აქვს პარტიის დაფინანსება, მით უფრო აკრძალული უნდა კონდეს უშუალოდ პოლიტიკაში ყოფნა. აქაც არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამისი საწინააღმდეგო. კიდევ ერთხელ კომპანიაში მყოფს მის მფლობელებს, მათ შორის პირებს, ბიზნესმენებს თავისთავად მათ თავისი აზრი შეიძლება ქონდეს და ეს არანაირი შეზღუდვა აქ არ არის. საუბარია რომ კომპანიის სახელით როცა ხდება რაღაც ქმედებები. დიახ, აქ მეორე მომენტიც არის. კომპანიები და იურიდიული პირები ხშირად ასევე გარკვეულ სერვისს უწევენ მოქალაქეებს. მოქალაქეები არიან მომხმარებელი სხვადასხვა პროდუქტების, სერვისების, მომსახურების და ასე შემდეგ. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და რადიკალები თავის იურიდიულ პირებს, კომპანიებს იყენებენ სიძულვილისთვის და თავად სიძულის მატარებლები, რა თქმა უნდა ეს არის თანასწორობის უფლების დარღვევა მომხმარებლის მიმართ. შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითებიდაც ისაუბროთ, ანუ რომელ კომპანიებს გულისხმობთ? ანუ კონკრეტულად მე არ მინდა არც დავასახელო და ვიგულისხმო, თუმცა მე მგონი ბევრი შედგენილი კარგად გვახსოვს, რომ ვინ არის მათიანი, ვინ არის სვისიანი. როდესაც უყურეთ ადამიანი, თქვა ბიზნესმენს ავიღოთ და როდესაც მისი პოზიცია არის, რომ ხელი არ ჩამოართვა, გარიყე, ბიომასა დაუძახო, ზიზღი, რაც არის დღეს პროევროპულობა დღეს აქციას ზიზღის და სიძულვილის, ასე ვთქვათ, თავარ ნავსაყუდელად. ზიზღი სიძულვილი ადამიანად არ ჩათვლა. და ეხლა როდესაც ამ ადამიანს აქვს კომპანია, თუნდაც ეს შეიძლება იყოს რაღაცა რამის მომსახურებას უწევს და იქ რო ადამიანი შედის და მტრულ გარემოს უხვედრებს იქ. რომ მათ შორის შეიძლება რაღაც ბანერებით, განცხადებით, ასე მტრულ გარემოს უხვედრებს პირადად მის წინააღმდეგ, რომ აუმებრნება შენ არ ხარ ადამიანი. შენ ხარ გასარიყი, შენ ხარ ჩამოსაწერი. ეს ხდებოდა სხვათა შორის 100 წლის წინ ევროპაში. როდესაც იყო გარიყვა არა მხოლოდ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, როდესაც სხვა ნიშნით ხდებოდა ადამიანების გარიყვა, სადღაცას არ შეშვება და ჩვენ ეხლა ხო გვესმის ამ ბიზნესებისგან, არ შემოუშვა, არ მოემსახურო, ჩაუფურთხე, ეს გააკეთე, ის გააკეთე, ამას აკეთებენ ბიზნესმენები, ზოგიერთი მათ შორის, ხო, ამ კომპანიის წარმომადგენლები. ამიტომ მათი კომპანია თვითონ რაც უნდა ის და თავის სიძულვილში ბოლომდე ჩაიხარშონ, იმიტომ რომ მათი ბედი ეს არის და ხვიდრი ეს არის და მათ პასუხი უკვე გასცალ ქართულმა საზოგადოებამ. მაგრამ მათი კომპანიებმა იურიდიულ პირებმა ნება იბოძონ, თანაბრად მოეპყრონ ყველას და არ გახდნენ პოლიტიკური პლატფორმა. ბიზნესი არის იმისთვის, რომ ბიზნესი აკეთოს, კომერციით იყოს დაკავებული, თუნდაც პოლიტიკა წავიდნენ პოლიტიკაში და კიდევ ერთხელ იქ სადაც აკრძალულია პარტიის დაფინანსება, მით უმეტეს იურიდიულ პირს არ უნდა ქონდეს უშუალოდ პოლიტიკის წარმოების უფლება. მთლიანობაში ოპოზიციამ საკუთარ ინტერპრეტაცია შესთავაზა საზოგადოებას ან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება გრძნობს საფრთხეს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან, ახლა ისევ თავის გადარჩენის რეჟიმშია და ცდილობს, რომ აი ამ რეპრესიულ
რეპრესიული კანონებით დააზღვიოს პროტესტის ახალი ტალღის აგორება და ის საფრთხეები, რომელიც მას დააკარგვინებს, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას. ეს ფაქტორი რამდენად არსებობს, რომ რაღაცა ემუქრება დაუშვათ ნდობას თქვენს მიმართ. საფრთხე ერთადერთი არის, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ და რაც არაერთხელ ვიხილეთ, რომ ეს საფრთხეს რეალიზება სხვადასხვა მხრივ ხდება ხოლმე. საფრთხე არის ქართულ პოლიტიკაზე გარე გავლენის მოპოვების სურვილი. საფრთხე არის ის, რომ არის სურვილი, რომ საქართველოში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანონ ვასალური ხელისუფლება. ამის მაგალითი არის 4 ოქტომბერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ცდილობა, რომელსაც მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიუსელმა ევროკომისიის პრეს-სპიკერი, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ წინასწარ დაანონსებულ ხელისუფლების დამხობას, რომელიც ნეპალის სცენარით უნდა განვითარებულიყო, ეს დაგვიანონსეს, ხომ ნეპალის მოწყობა 4 ოქტომბერს, ჟურნალისტმა დაუსვა პირდაპირ კითხვა ევროკომისიის პრეს-სპიკერს, თქვენ 4 ოქტომბრისას მხარს უჭერთ თუ არა ასე შემდეგ, კითხვა და მან თქვა, რომ ის სოლიდარული არის 4 ოქტომბრის შეკრების მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ დაანონსებულად იყო ნეპალის სცენარით ხელისუფლების დამხობა და ამ სცენარის განხორციელება დაიწყო კიდევაც და რომ არა ჩვენი პოლიცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც პირველმა აიღო თავის თავზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახური, რომ არა ეს ამ ყველაფერს შეასრულებდნენ. დააყენებდნენ აქ უბედურებას, გააკეთებდნენ და ტაშტას დაუკრავდნენ შემდეგ ბრიუსელიდან ასეთ ძალადობის ჩამდენებს. რატომ დაუკრავდნენ, იცით? იმიტომ დღემდე არ დაუგმიათ ეს ძალადობა. დღემდე არ გამოვტოვებ ხოლმე კვირას, რომ არ მიმართო ევროკავშირის ელჩს და ჩუმად არის ხმას არ იღებს ამასთან დაკავშირებით, ვერც კი გაბედა, რომ ეთქვა უბრალოდ, რომ მიუღებელი არის პრეზიდენტის სასახლეში თავდასხმა. ხო მარტივი რამეა. ამაზე, რა ვიცი, ყველაზე დაბალი სტანდარტი ევროპულობისა რა უნდა იყოს, რომ ადამიანმა თქვა ელჩმა, რომელიც თავარი, ასე ვთქვათ, მხარე ეს არის პრეზიდენტი იმ ქვეყნის და თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა არის მიუღებელი. აი ეს რამდენი ერთი წინადადება ვერ ვათქმევინეთ დღემდე ევროკავშირის. აი ეს არის სწორედ ევროკავშირის ბრიუსელის და ევროკავშირის ცივილიზაციური კატასტროფისკენ მისვლა და ის უსკრული საერთოდ მიაკამეს. ამის საპირისპიროდ ისინი საუბრობენ დემოკრატიის უკუსლაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ამ თვალსაზრისით სიახლე იყო დღეს EUTHO-ს ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების გამო შეიქმნას ექსპერტული მისია. რას უპასუხებთ ამ შემთხვევაში? ანუ ეს რა ტიპის განაცხადია, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები დღეს საღამოს უკვე ყველა აპელირებდა, რომ ეს არის ყველაზე უმძიმესი სიგნალი, რაც კი ოცნების ხელისუფლების პირობებში დაფიქსირებულა, რომ ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. რა ხდება? არის ეს არის არ იქნება მეგობარი აქტი, იქნება ეს, არ იქნება ეს, იქნება ის და ეს არის ცდელობა სწორედ ესაჩვენებს იმ მავნე და ბორო ძრახებს, რომელიც საქართველოს მიმართ ზოგიერთს აქვს, რომ მუდმივი რაღაცა თემები კონდეთ, რომ ხა მოსკოვი ამ ხრივ სიმბოლურია, რომ ადრე მოსკოვიდან რევიზორები ჩამოდიო, ახლა მოსკოვის მექანიზმით უნდა რევიზორები ჩამოვიდნენ. აი ეს არის სწორედ რამაც მიიყვანა ევროპა იქ, სადაც არიან დღეს, რომ კაია კალას არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. არც კი ხვდება. აი აქ არის დღეს, აქ მიიყვანა ბრიუსელმა დღეს ევროკავშირი, რომ ისინი როგორც გეოპოლიტიკური აქტორები აღარ არსებობენ და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს. შემდეგ და ეს არის ჯავრის ამოყრა საქართველოზე, თუ კი რაიმეს გაკეთება შეუძლიათ, შნოდა თავი აქვს, იციან სადაც უნდა გააკეთონ. უნდა ჩავიდნენ უკრაინაში და იომონ. აი ეს უნდა აკეთონ და გაურბიან ამ ყველაფერს, აომებენ უკრაინელებს. მიდი იბძოლე ბოლომდე შენთან ვარ და დღეს ხელი აუქნიეს არა რა 27 ევროკავშირში მიგიღებთ თქვენ ხართ ფარი თქვენ ხართ პირველი ზღუდე და ერთ რამეს იხვეწება ზელენსკი რომ ის მაინც მითხარით რომ ხალხს უთხრა რომ ნამდვილად მიგიღებთ ევროკავშირში და გითხარით არა ოდესღაც როგორც 2008 წელს დაგვპირდნენ რომ ოდესღაც მიგიღებთ ნატოშიო და ვდგავართ ამ ღია კარში ვეღარ გაგვიგია ღია თუ ნახევრად ღია არის ერთ რამეს ეხვეწება ზელენსკი რომ თუ გინდათ რომ მშვიდობაზე წავიდე ამ ხალხისთვის ის მაინც მათქვენინეთ რისთვის ვიომეთ რომ ვიომეთ ევროპისთვის და ის მაინც მიმთხარით გარანტია რომ 2 წელიწადში გავხდები ევროკავშირის წევრი და არა აუქნიეს დღეს ხელი რა ევროკავშირი ვის ევროკავშირი კოპენჰაგენი და იგი წავიდეს ახლა და ეძიოს კოპენჰაგენის კრიტერიუმს ხან ასე შეუტრიალებენ ხან ისე რასაც ჩვენ გვიკეთებდნენ სინამდვილეში ამ 9 და 12 პუნქტით როგორც უნდა ისე აბავენ ყურს
ქოთანს და უნდათ გეტყვიან რომ შენ ახლა მოსამართლეების ვეტინგი ატარე, გამოიგონებენ ამ კრიტერიუმს, არც ერთ კოპენჰაგენის კიდევში ეს არ წერია რომ შენ აქ მოსამართლეები ხელახლა უნდა დანიშნო, რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზება. ამიტომ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატებმა გაეროს რამდენიმე ორგანიზაცია ვენეციის კომისიაზე თქვა, რომ საერთოდ უსაქმურები არიან და რას აკეთებენო, ამიტომაც გავიდა ის რომ ეს ორგანიზაციები სამწუხაროდ ამ ორგანიზაციებში როცა წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ქვეყნები პირის თუ შეკრავენ რაღაც ინსტრუმენტებს ხან რეზოლუციას მიიღებენ ხან ასეთ მექანიზმს აამოქმედებენ ასე რომ კი ბატონო აამოქმედონ ჩვენ ხელისუფლების თანხმობის და სურვილის გარეშე ამ ჯგუფს თუ ის შედგა შეუძლია მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. ვისი რომელი ჯგუფის და რომელი რევიზორის შეგვშინებია, ვინც კი ჩამოსულა, ხო ჩამოვიდნენ, ხო აქ ვარღვევდით სანქციებს და გვერდისწავლა ხო იყო. ამას ხო აკეთებდა ეს ესტონეთში რეგისტრირებული, აი ეს ამ ხუხულაში სამი გოჭის ხუხულაში რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალება, ამას ხო გვაბრალებდა. ევროკავშირის ფულით ხო ამას გვიკეთებდა, რომ საქართველოს აბრალებდა, რომ სიტუაციის საქციებს გვერდჩულია. ხო ჩამოვიდა სამკაციანი რევიზია ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის სანქციების მაკონტროლების მხრიდან და ხომ მადლობები გვიხადეს ყველაფრისთვის. სტრასბურგში ხო წავლენ ხოლმე დიდი გონორით და ხო დამარცხდებიან ხოლმე და მე ყუდამობზუებულები ჩუმად არიან. და ერთხელ ბოდიში არ მოუხდიათ იმისთვის, რაც ჩვენ გაგვიკეთეს სააკაშვილის საქმეზე, გვარამიას საქმეზე და სხვა საქმეზე გადაგვაყოლეს მართლა ბრიუსელმა და მისმა ელჩებმა გადაგვაყოლეს. მართლა ქართველი ხალხი ამაზე ყოველდღე ნერვების შლით და ასე არეულობით. ასე რომ კი ბატონო, ჩვენ პირიქით აი რამდენი ხანი გავიდა ამისთვისაც თქვი კიდევაც ეს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური კიდე კაი ატომური ბომბი არ დაგვაბრალეს, მაგრამ ქიმიური იარაღი რო გამოიყენეთ, რომელიც საქართველოში არასდროს არ ყოფილა ისე გავლითაც რო არ ყოფილა ისეთი ქიმიური იარაღი გამოიყენა რომ აბრალებდნენ საქართველოს, ხო გამოძიება ჩატარდა. პრემიერ-მინისტრმა ხო თქვა, აი გამოძიების შედეგები. ვიდმეს რამე ღია კითხვა გააქვთ, რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას გააქვთ კითხვა, ჩამოდით, აგერ გადავშვით და აგერ შეხედეთ ყველაფერს. რამდენი გამოეხმაურა თქვენი აზრით? 0. არც ერთი. რატო? იმიტომ ჩამოლენ, უნდა ეს გადაშალონ, ნახონ, უნდა გამოვიდნენ თავი უნდა ჩაქინდრონ. თავის ჩაქინდრო არ უნდათ. უნდათ ცხვირა ბზუებულებმა ჩვენ ზემოდან დაგხედონ, თითი გვიქნიონ და მე რომ მიხვდებიან რომ ცდარი არიან, მე ამის აღიარება არავის არ უნდა. ასე რომ კიდევ ერთხელ რა მექანიზმიც უნდა ის მექანიზმი ჩართონ, უნდათ მოსკოვის მექანიზმი, უნდათ რუსული მექანიზმი ჩართონ, კარგია რომ რუსულ მექანიზმს ამას არ ეძახიან, მაგრამ რაც არ უნდა მექანიზმი აი მოსკოვის მექანიზმი იქნება თუ ზოგადად კრიტიკა და ეს გართულებული ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან თქვენს ოპონენტებს აძლევს საშუალებას თქვენ რომ ქვეყანა არის იზოლაციაში, მან დაკარგა თავისი ისტორიული პარტნიორები, მეგობრები და როგორც აი მოლდოვის პრეზიდენტმა გამოაცხადა რომ ქვეყანა დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე, ხო? აი ამ სურათს რომელსაც ესე ნერგავს ოპოზიცია ჩვენ საზოგადოებაში, თქვენ როგორ პასუხობთ რეალურად, რა მდგომარეობა არის ამ ჩვენს ყოფილ თუ მოქმედ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობაში? მოლდოვის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ვიტყვი, პრეზიდენტი რომელიც მზად არის გააუქმოს საკუთარი სახელმწიფო, არ ვიცი. იმისგან საერთოდ ჩვენ რა რომელი პედესტალიდან გვესაუბრება საერთოდ? ეს არის საერთო ხედვა, რომელიც გავრცელებულია დღეს ევროპის პოლიტიკურ ელიტაში. ან პრეზიდენტი რომელიც აუქმებს თავის სახელმწიფოს, ამბობს რომ მზად არის გააუქმოს, სხვა სახელმწიფო საყვედურობს რაღაც სხვა ქვეყნის ორბიტებზე ყოფნას. საერთოდ აუქმებს ორბიტაზე ვიქნები ოკეანეებს, ვაუქმებ ჩემს სახელმწიფოს, ამიტომ რა თქვა მიზეზი, ეს არის მნიშვნელოვანი. ის კი არ თქვა რომ მოლდოველი და რუმინელი ხალხი მონათესავე ხალხი ვართ და თავის დროზე ერთი ქვეყანა ქონდა და ასე და ისე და რაღაც ერთად გვინდა. ეს ხო არ თქვა. მან თქვა რომ პატარა ქვეყანას უჭირს დღეს იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ უნდა გავაუქმოთ და ვინმე შეუერთდეთ. ეს არის ეს თქვა мотиваცია და არა ის რომ ეს უნდა იყოს გაერთიანება. ეს არგუმენტი შეაშველეს მას საქართველოსთან აცახსნებდნენ. აქედან აუხსნეთ, იმან არ თქვა ეს. იმან ეს არ თქვა რომ ჩვენ ერთიერი ვართ, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ, თუ რა უშლის ხეს. თქვა რომ პატარები ვართ. და პატარა ვერ გადავრჩებით და უნდა მივერთოთ ახლა მაგ ფილოსოფიით ქართულ ხალხს რო ეცხოვრა 3000 წელი კი არ გამოვივლიდით. უკვე დიდი ხანია გამქრალი იქნება ჩვენი გვაქვს. პატარა ქვეყანა ვიყავით სულ ეს 1000 წლეულები. რაც შეეხება იზოლაციას, იზოლაციაში მოიქცა დღეს ევროპა სინამდვილეში და ამას ხვდებიან და ამიტომ არის ეს. ამიტომ არის რომ მიხვდნენ რომ იზოლაციაში არიან, რომ წავიდნენ და არის დიდი
რაც ასე ვთქვათ, დიდი ჩასვლა ჩინეთში სხვადასხვა ხელმძღვანელების მხრიდან, დიდი მიგრაცია. სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ეს ყველაფერი აი ამ კვირების განმავლობაში ჩინეთთან. ეს ის ჩინეთია, რომელთან ურთიერთობაც ეს ხალხი გვიშლიდა ჩვენ. გვიშლიდა და ამისთვის გვაკრიტიკებდა. და ეს არ არის ეს არის რაღაც მოფიქრებული რაღაცა. პირველი ბრიუსელი დღემდე და ბოლო აგარში რო არის ვიზა ლიბერალიზაციაზე, აბა ჩახედეთ იქ რას გვეუბნება. ჩინეთს რატო აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან? ეს არის ამას გვეუბნებიან რომ გააუქმეთ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა. თვითონ ბრიტანეთი უვიზო მიმოსვლა უნდა და ჩვენ თურმე უნდა გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ რაღაც ბრიუსელს ეს არ მოსწონს. საყოველთაოდ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ ბალკანეთის ქვეყნები ნახეთ და ესაუბრეთ მათ და მათ არაერთხელ უთქვა ჩვენს და ფაქტობრივად გვიკრძალავს ბრიუსელი ჩინურ კომპანიებთან ხელშეკრულების დადებას. რომ ჩინეთმა არიხელო ჩინელი გავლენები ასე შემდეგ და თვითონ რომ დასჭირდა ჩავარდა სულ ყველა პირდაპირ რეისით ჩავიდნენ ჩინეთში იმისთვის რომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარონ და რატო აკეთებინან? იმიტომ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. ამერიკამ უთხრა რომ მე ჩემს საქმეს მივხედავ და ახლა ვეღარ იციან რა ახლა და დაიწყეს ახლა ესეც არაკვალიფიცირების შედეგი და ახლა რაღაც ბალანსობანას თავბაშობენ ინდოეთში ჩავიდნენ სულ ყველა ჩვენ რო საყვედურობდნენ რომ ინდოეთში გახდით პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული ვიზიტი იყო პირველი ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში დამოუკიდებლობის პერიოდში ისტორიულად რა ვიცი შეიძლება სხვა ნამყოფი იყოს საუკუნეების წინ პირველი ვიზიტი და ასე აბუჩათ აიგდეს ინდოეთი რა შუაშია. ხო ნახეს როგორ ჩავიდნენ ყველა დიდი ლიდერი და უხარიეს ეს ურთიერთობა და მესამე აფინანსებენ ამ ყველაფერს. აი დაფინანსებამდე მივდივართ. სამოქალაქო იდეა ქალბატონი ხიდაშელის NGO, რომელიც იცით რომ მათ შორის ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან ფინანსდება ევროპული ფონდებიდან. და რას აკეთებს თავარი რა არის? მუშაობს ჩინეთის წინააღმდეგ. პირდაპირ რომ ანტიჩინური განწყობები გააღვიოს. ჩინეთი საფრთხეთო სტრატეგიული ალტერნატივა. ჩინური კომპანიები საქართველოში, ევროპის ფული ჩინური კომპანიები, დრაკონის ღიმილი ჩინეთის ბილი ძალა საქართველოში. პირდაპირ ევროპული ფულით აფინანსებენ ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში. რომელიც აბსოლუტურ მიზეზგარეშე რომ ასე თქვა წარმოიშვას და თვითონ რომ დასჭირდათ კარგად ჩავიდა სულ ყველა პეკინში იმისთვის რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაამქრა. აი ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ როგორ იხარჯებოდა ევროპული ფული და იხარჯება დღესაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. სწორედ ეს ნიშნავს რომ ეს ფული იხარჯებოდა ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინათ. ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობა არ გქონდეს, ჩვენ ინდოეთთან ურთიერთობა არ გქონდეს და ასე უნდა შევყურებდეთ ევროპას, რომელსაც შეყურა ასე ზელენსკიმ და დღეს მიიღო პასუხი რომ არაო 2027 წელი დაივიწყო ეს რა ულტიმატუმებიაო დღეს უთხრა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა რა ულტიმატუმებს გვიყურებთ გავიგეთ ომობთ მაგრამ ვის არ უომიაო საბოლოო ჯამში ალბათ ამას ეთქვიან და ასე დამთავრდება ეს ამბავი. ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ ამ თემაზე რახან თქვენ ეხებით საგარეო ნაწილს და ამ დაფინანსებას ასევე შიდა ნაწილზეც ვისაუბროთ. ერთის მხრივ თქვენი ოპონენტები ცდილობენ რომ გაერთიანდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და წამოიწყონ ახალი პროცესი, მაგრამ დღეს პირველად მოვისმინეთ მე მგონი ბოლო 2 წელში თუ ბოლო რამდენიმე წელში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილს გულისხმობ თქვა რომ დროა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და დიალოგი დავიწყოთ. აპირებთ საუბარს? ეს თუ უკავშირდება თქვა დებატების საკითხს ან ზოგადად ასე გიპასუხებთ უპირველეს ყოვლისა თუ კი ჩვენ მთავარი რაც ნახეთ ამ წლების განმავლობაში არის ის რომ პოლიტიკური ოპოზიცია თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა გარედან წამოსულ დირექტორებს, გარე ჯგუფებს, აი ეს არის შედეგი. გახდები სხვისი ინტერესების გამტარებელი საკუთარ სამშობლოში, ზუსტად აი ეს შედეგი და ეს ბედი ექნება ყველას. როგორც ქონდა ყველას ჩვენს ისტორიაში, ვინც უცხოს ნებაზე დადიოდა. ასე რომ ეს არის მათი შედეგი, რაც ნახეს არჩევნებში, როდესაც ქართულმა ხალხმა საბოლოოდ უთხრა უარი ამ პარტიებს. ეს ერთი. მეორე, ამით მათ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში. და ეს ამოძახილი ბატონი ხაბეიშვილი სწორედ ეს სასუწარკვეთის ამოძახილია ამ ჩიხიდან გვესწრებს. როლა წაგებულია ახლა მოლაპარაკებები და დიალოგი. ჩიხი რაში მდგომარეობს? საუბრობ თქვა იგივე დებატების თემასაც თუ შევეხო და ვინმისთან დაждდება, ვინმისთან არ შეხვდება. საქმე რაშია იცით რომ მოვიდეს, არ ვიცი, ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს თუ ლელო, თუ ახლები და ასე შემდეგ, ხო?
ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. არ აღიარებენ ხელისუფლებას. აი რომ მოვიდნენ დებატებზე, რაზე უნდა გველაპარაკონ? აი თქვა დებატები ხო ჩვენ თქვით რომ ჩვენ იმისთვის კი არ გვინდათ იქ რომ კორიდა გაიმართოს და ჩხუბი ხო? ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა აზრთა ჭიდილში თავისი დასკვნა გამოიტანოს. მაგალითად, განათლების რეფორმა საკითხი არის. მზად ვართ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ როგორ რაზე გვესაუბრება ჩვენ ლელო განათლების რეფორმაზე, უნდა მოვიდა როგორ გვეტყვის რომ თქვენ არალეგიტიმურებო, ეხლა ეს კანონი ასე მიიღეთ თუ ისე მიიღეთ, თუ კი არალეგიტიმური მაქვს, რა კანონზე უნდა მელაპარაკოს მე, ხო? ხო ვერაფერზე ვერ მელაპარაკება. ამიტომ თავად აი იმდენად სულელები აღმოჩნდნენ თავის აი ღალატობრივ არსთანეთ იმდენად სულელები ისე დაუჯერეს უცხო გარედან წამოსულ მითითებებს რომ დაყარეს ეს მანდატები და გამოვარდნენ პარლამენტიდან. აი იმდენად სულელად მოიქცეს და ეს სისულელი წინა მოწვევაშიც გააკეთეს მათ. ჩიხში არიან მოქცეული თავად საით წავიდნენ ვაის გაეყრებიან, ვუის შეეყრებიან ასიანი მათი საქმე. თავად არ აქვს ალაპარაკო ჩვენთან, რა უნდა გველაპარაკონ. ასე რომ მოიჭერეს თავად, მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე აღარ არის. ეს არის არა მხოლოდ რადიკალური პარტიები, არამედ ჩვენ ხედავთ რომ ეს არის დადასტურებულად გარე ძალებთან მოთანამშრომლე ძალები, რომლებსაც ხედავთ რომ საარჩევნო კამპანიებს ისე ატარებდნენ რომ რეგიონში არ ჩადიოდნენ და მაშინ დადიოდნენ სხვა ქვეყნების დედაქალაქში დადიოდნენ. დღესაც ასე იქცევიან სხვადასხვა დედაქალაქებში არიან და რა უნდა გველაპარაკონ ასეთმა ადამიანებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ. ასე რომ მათ საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განჩენი. აი ამ ყველაზე რადიკალურმა ჯგუფებმა პრინციპში თავის დროზე ერთი ფრაზით განსაზღვრეს დამოკიდებულება დებატების თუ დისკუსიის მიმართ, როდესაც თქვეს რომ შინაარსში არ შევიდეთ, ეს არის ხელისუფლების ველიო, ამიტომაც საბოლოო ჯამში აი მივიღეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ თქვენ ხედავთ თუ არა რესურს თუნდაც სხვა ძალებთან ჯანსაღი დისკუსიის გამართვის და თავად ეს იდეა დებატების დაბრუნების შესახებ რას მოუტანს საზოგადოებას, რომელიც პრინციპში ამ პოლარიზაციის გარკვეულ რგოლში არის ჩაკეტილი და აქედან გამოსავლის მოძებნა სასურველია მართველი გუნდი. ნებისმიერ ძალასთან, ვინც აღიარებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ქვია საქართველო, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, რომ ქართველი ხალხის ნება გამოიხატება არჩევნებში, რომ ქართველი ხალხის არჩევნებში გამოხატული ნებით განისაზღვრება უმრავლესობა, უმცირესობა და უმრავლესობის მიერ დადგენილი ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ დადგენილი დღის წესრიგით თუ პროგრამით ხდება მართვა ქვეყნის და ვისაც სურს რომ თავისი იდეები გაიტანოს, სჭირდება ამისთვის დემოკრატიული მანდატის მიღება. ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს და არ შეციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად რომ ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. არ არსებობს თემა, რომელსაც გაურბივართ და მე ამის წინ თქვი კიდევაც. ჩვენ ხო სინამდვილეში ამ დებატებში სულ ვართ. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მინიმუმ ერთხელ მაინც მაქვს ინტერაქცია ჟურნალისტებთან პარლამენტში თუ სხვაგან, სადაც არის ყველა ჟურნალისტი, მათ შორის პარტიული მედიის წარმომადგენლებიც იქ არის, ყველა იქ არის, არ არსებობს კითხვა, რომელსაც არ სვავენ და ყველაფერს პასუხობ. ასევე არის პრემიერ-მინისტრი, ასევე არის პრეზიდენტი. არ არსებობს კვირა, სადაც ნებისმიერ ჟურნალისტს საქართველოში არ ქონდეს შესაძლებლობა კვირაში 2-3 უმაღლესი თანამდებობის პირთან ქონდეს ნებისმიერ კითხვის დასმის შესაძლებლობა, შეკამათება, ანუ ჩვენ ფაქტობრივად თოქ-შოუები ჩვენ ხო არ გვაქვს ბრიფინგი და კლასიკური გაგებით ბრიფინგი და კომენტარი ხო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი თოქ-შოუ თან ისეთი hard talk-ი, ანუ მძიმე საუბარი, ჟურნალისტი კითხავს, შეგეპასუხება და ამ პროცესში ვარ. ფაქტობრივად გარკვეულწილად ხო ეს არის კიდევაც გარკვეული სუროგატი არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დებატისა, რომელიც ჩვენ გვაქვს მედიის გავლით. ასე ჩვენ არაფერს არ გაურბივართ. და საქმე ის არის, რომ ისინი გაურბიან, რომ ისაც კვალიფიციური აზრი არ აქვს. აი მაგალითისთვის ვიტყვი, თუნდაც დღეს, ოდესაც საუბარი უმნიშვნელოვანესი რეფორმები დაანონსა და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, რომელიც სხვათა შორის ასე ჩაიფიქრა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა, ოდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაარსა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათ შორის ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი დაარსა, მას არ დასწალდა, თორემ მის იდეა სწორედ იყო ერთი დიდი უნივერსიტეტი. და სწორედ ასეთმა ბოლშევიკური აზროვნების ხალხმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე, ჯერ გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, დააბრუნეს და რა დაახვედრეს და არც შეარგეს იქ ყოფნა და ამან შეიწირა საბოლოო ჯამში. ჩვენ სინამდვილეში დღეს ვაბრუნებთ იმ იდეას, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი დიდი ქართული უნივერსიტეტის კრიტიკებენ, რომ 100 წლოვან ტრადიციას აუქმებთ ახლა ამ გადაწყვეტილებას. ჯერ ესეთი არაფერი არ უქმდება, საუბარია გაერთიანებაზე და ჩვენ აი დავაკვირდეთ რეაქციები რა იყო. და ვიდი უნივერსიტეტის ავტონომიაში ხდება ჩარევა და ეს მიიღება ისე, რომ არ არიან სამეცნიერო წრეები ჩართული. უყურეთ, პირველ რიგში გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტები, სახელმწიფო განსაზღვრავს მათ შორის სამხედრო პოლიტიკას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს არის მუშაობის შედეგი, კვლევის, დისკუსიების, კონსულტაციების, გამოცდილების, გააზრების და მიზნების დასახვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც რა თქმა უნდა სხვა გადაწყვეტილებებიც მოყვება. მაგრამ რა მოვისმენთ ჩვენ ამის საპირისპიროდ, მათ შორის დღეს ვნახეთ იგივე ერთ და იგივე სახეები. ხალხი, ვინც დღეს ამბობს, რომ იცავენ, სურთ ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რომელი სურთ დაიცვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაიცვან თუ ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა დაიცვან, ამაში ვერ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ხედავთ, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ეზიზღებათ სინამდვილეში, ეზიზღებათ ის პროფესორები, რომელიც უნივერსიტეტში არიან და ვნახეთ ჩვენ მათი რეაქციები ამ უნივერსიტეტების რექტორების მიმართ, აკადემიური პერსონალის მიმართ, ეზიზღებათ ის სტუდენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ და ვნახეთ მათი რეაქციები სტუდენტების მიმართ, რომ თქვენ აქ მიტინგზე არ მოდიოდით და აი ახია თქვენზე და ეს უბრალოდ ეზიზღებათ ის სტუდენტები, ეზიზღებათ საერთოდ ეს უნივერსიტეტები, იმიტომ რომ თავისი რაღაც წარმოდგენები აქვს შეიძლება რაღაც განათლების რაღაცა ინსტიტუტებთან დაკავშირებით. სინამდვილეში აქაც აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი თემა იყო მათთვის ზიზღის განმოსაფრქვევა. დღეს ხო კიდევ ერთხელ სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი ცივილიზაციური კატასტროფა, რაც ბრიუსელმა საქართველოში მიიღო, ეს არისო პროევროპულობა გააიგივა ზიზღთან, ძალადობასთან და სიძულვილთან. დღეს ვინც იჩემებს, ასე ვთქვათ, ვისაც აფორმებენ მათ შორის ბრიუსელიდან, რომ აი ეს არის პროევროპელი, ხო? აი ვისაც თიც დაადებენ, ეს არის პროევროპელი, ყველა არის ზიზღით, სიძულვილის, ძალადობის მრქვეველი საზოგადოებაში. აი ეს გააკეთა სინამდვილეში საკუთარი არაკვალიფიციურობით დამართა საკუთარ თავს ევროკავშირმა საქართველოში. ცოტა დრო გრჩა. მომავალი კვირიდან პარლამენტი ერთვება ძალიან მნიშვნელოვან სოციალური დატვირთვის პროცესში, ინიციატივაში, რომელიც იმსახურება ფასების შემცირებას, როგორც სურსათზე, ასე საწვავზე და მედიკამენტებზე. საზოგადოება ადევნებს თვალს, რომ ესე იგი სამთავრობო კომისიის ფორმატში მიმდინარეობს შელობა და დისკუსია, პარლამენტს რა წვლილი შეტანა შეუძლია ამ პროცესში და თქვენ როგორ ხედავთ, მათ შორის საინტერესო ოპოზიციის მონაწილეობა რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ამ პროცესში? პირველი მნიშვნელოვანი არის, რომ ერთი რომ პროცესი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ხედავთ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალაა და მათ შორის ინიციატორიც პრემიერ-მინისტრი ამ საკითხისა. საქართველოს პარლამენტის მიზანი არის რომ მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და საპარლამენტო ფორმატით საჯარო გახადოს ამ საკითხის განხილვას. სამთავრობო კომისიებს და სამთავრობო მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს, ეს არის სამუშაო შეხვედრები, რომელიც არ არის საჯარო პირდაპირ ეთერში გადაცემული ტელევიზიები, სადაც მიდის სამუშაო საკითხების განხილვა და რაც და ასე ვთქვათ, ეს ფორმატია, საპარლამენტო ფორმატი ეს არის ღია საჯარო ფორმატი. პოლიტიკურ შოუს უნდა ველოდოთ? არა, სხვათა შორის ჩვენი სურვილი ეს არის, რომ ეს თუ ჩვენ ნახეთ მათ შორის, რომ ბიზნესის მხრიდანაც იყო ძალიან ჯანსაღი რეაქცია. ყველა მეტნაკლებად აცნობიერებს, რომ თლაც არ არის სწორი ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია, მართლაც არ შეიძლება რომ რაღაც პროდუქტი, რომელიც პარიზში ღირს გარკვეული ფასი, სამი იმდენი იგივე პროდუქტი ღირდეს თბილისში. არ აიხსნება, უბრალოდ არ იხსნება. შეიძლება რაღაცა მათემატიკები ათხსნა მოუძებნოს ყველამ და კილომეტრებზე გადაიანგარიშოს რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ აიხსნება მაინც ეს ყველაფერი და ჩვენ გვინდა რომ კომისიის შედეგები, მაგალითად ჩვენ წინა კომისიის შემთხვევაში ნახეთ როგორი რეაგირებაც იყო და მათ შორის პროკურატურის ნაწილზე. ამ შემთხვევაში ასეთი გზით წავა პარლამენტი თუ კიდევ ერთხელ პარლამენტის მთავარი ფუნქცია ამ შემთხვევაში არის რომ იყოს საჯარო დისკუსია. ადამიანები, რომლებიც მათ შორის სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობენ, შეიძლება ჩვენთანაც ისურვონ მოსვლა და ჩვენ გქონდეს ასევე სურვილი მათთან გასაუბრების, საჯარო ფორმატში ყველა მოქალაქე მოვისმინოთ რა არის. ჩვენც არ გვაქვს ჯერ პასუხი,
ანუ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გარკვეული გამოწვევა, თუმცა ჯერ პასუხი არ არის როგორ მოუვაროთ ამ გამოწვევას, რა უშუალოდ ასე თქვა ამ გამოწვევას, ყველამ ერთად თელმა საზოგადოებამ მოუძებნოთ უნდა ეს გამოსავალი, ვიფიქროთ ამაზე. აქ რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ ერთი არის რა თქმა უნდა კომერციული მოგება და ბიზნესი თავისი ბუნება არის, რომ რაც შეიძლება გაამრავლოს მოგება და რაც შეიძლება ქონდეს მეტი მოგება, მაგრამ მოგებასთან ერთად არის სოციალური პასუხისმგებლობა. მარტო მოგებით ვერ მიიღებს ბიზნესი კმაყოფილებას, თუ კი საზოგადოებაში, სოციუმში უპასუხისმგებლოდ მოიქცევა ბიზნესი, ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი საჯაროდ განვიხილოთ, საზოგადოებას ექნება შესაძლებელი ღია საჯარო სხდომებს თვალყური ადევნოს, ვისაც სურვილი იქნება მონაწილეობის შესაძლებლობა იქნება ამის მონაწილეობის. დღეს თქვი მე კიდევაც რომ მართალია ამას საპროცედურო კომიტეტი კიდევ განსაზღვროს, თუმცა ინიციატორი არის ქართული ოცნება და ქართული ოცნების ინიციატივა რო ეს 14 კაციანი კომისია, სადაც 7 წევრი იქნება ქართული ოცნებიდან, 3 ხალხის ძალიდან, 3 საქართველოსთვის ფრაქციიდან და 1 ევროსოცებიდან. ბატონ შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს ჩვენი სურვილი ეს არის ფრაქციის და უკვე ბევრ საკითხზე დამიჟელია უკვე ნაფიქრია საჯაროთაც ხედავთ და მე იმედი მაქვს რომ გვექნება საინტერესო შედეგები. 3 თვიანი ეს შედეგები მნიშვნელოვანია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ თავისი ვერდიქტი უკვე დადო, რომ ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და არანაირი შედეგი მოსახლეობისთვის სასარგებლო შედეგი არ დაიდება. ჩვენ ეს კომისიაც იქნება 3 თვის ვადით, სამთავრობო კომისიაც დაახლოებით 3 თვიანი განრიგით მუშაობს. ჩვენი მიზანი არის რომ აპრილში ჩვენ უკვე პირველი შედეგები გქონდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, დასკვნისა, რასთან გვაქვს საქმე, რას შეიძლება ეშველოს, რას შეიძლება ვერ ეშველოს, რას როგორ უნდა ეშველოს, საჭირო არის რაიმე რეგულაცია, საჭირო არის პრაქტიკის შეცვლა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, უყურეთ, თავარი რაც არის, რომ ეს არის ღია პროცესი, ყველა მოქალაქე ერთად ნახავთ ამ ყველაფერს. სადაც იქნება შესაძლებელი სიტუაციის შეცვლისა, იქ რა თქმა უნდა შეიძლება სიტუაცია, ასე რომ საერთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მთელი საზოგადოების ჩართულობით. მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.